სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაზე საუბრით ვიწყებთ გადაცემის ამ ბლოკს. ქვეყანაში დაზღვეული ფართობების მოცულობა მცირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბოლო 5 წელიწადში 19124 ჰექტარიდან აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული ფართობები 16433 ჰექტარამდე შემცირდა. სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში გაიცა 179.097 სადაზღვეო პოლისი, დაიზღვა 172.106 ფართობი, სახელმწიფომ კი 125.7 მილიონი ლარის პრემია გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე პრემიის 70% სახელმწიფო იხდის, მასში მონაწილეობა ფერმერებისთვის მაინც ნაკლებად მიმზიდველია. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში ამ ეტაპზე ფერმერთა მხოლოდ 10%-ია ჩართული. პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლის თავზე 2024 წელს პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. შესაძლებელი გახდა 10 ჰექტარის ნაცვლად 20 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის დაზღვევა, გარდა მარცვლეული კულტურებისა, სადაც მიწის მაქსიმალური ფართობი 100 ჰექტარია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვეო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50.000 ლარით განისაზღვრა, მოხდა სადაზღვეო ტარიფების მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვრა, შემუშავდა ასევე ზარალის შეფასების გაიდლაინი, რაც ფერმერების მხრიდან ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდებოდა, რის გამოც თავს იკავებდნენ პროგრამაში ჩართვისგან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აგროდაზღვევის ფარგლებში საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებს ხარჯავს, ფერმერების ნაწილისთვის პროგრამის პირობები მაინც მიუღებელია. რატომ არ ერთვებიან ფერმერები აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, როგორ შეიძლება მეტი ფართობი დაიზღვეს და რა არის ის მთავარი გამოწვევები, რაც პროგრამას აქვს? ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილესთან რატი კოჭელმაზაშვილთან ვისაუბრებთ ამ თემაზე, რომელიც უკვე შემოვერთდა ჩვენ სტუდიას. რატი მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. დილა მშვიდობის მოგესალმებით. რატი მაყურებელს მოვუყევით რეალურად ის ცვლილებები, რომელიც ამ პროგრამაში მთელი ამ 10 წლის განმავლობაში განხორციელდა, ეს იყო 2024 წელს გარკვეული ცვლილებები. რამდენად საკმარისია აი ესეთი ცვლილება ამ პროგრამის ფარგლებში იმისთვის, რომ ფერმერების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდოს ამ პროგრამის და ვისაუბროთ ასევე გამოწვევებზე, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ამ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამასთან. კი ბატონო, ორიოდე სიტყვით ავხსნათ, რატო არის მნიშვნელოვანი აგროდაზღვევა, მოგეხსენებათ კლიმატის ცვლილებასთან ერთად იზრდება, ასე ვთქვათ, ამინზე დამოკიდებული რისკები და სოფლის მეურნეობაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკია, ამინზე დამოკიდებულება, შესაბამისად განვითარებულია აგროდაზღვევა განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის. იქიდან გამომდინარე, რომ სტიქიურმა უბედურებამ შეიძლება ისეთ ზარალი მიაყენოს ფერმერს, რომ საერთოდ მოსავლის გარეშე დარჩეს და შესაბამისად შემოსავლის გარეშე გარკვეული წლების განმავლობაში ან მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერების და ამ საქმიანობის სტაბილურობისთვის აგროდაზღვევა, სწორედ ეს გახდა მიზეზი 10 წლის წინ მისი, ასე ვთქვათ, შემოტანით, განვითარებით. თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ, ასე ვთქვათ, პროდუქტმა, ან პროექტმა, როგორც შეგვიძლია რომ უწოდოთ ამ პროგრამამ, ვერ ჰპოვა განვითარება. რაც გამოიხატება და გადაითარგმნება იმ შედეგებში, რაც გვაქვს. ნაკლებია, ასე ვთქვათ, ჩართული ფერმერების რაოდენობა, ნაკლებია სადაზღვეო კომპანიები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ და რაღაცნაირად ბოლო წლები აქტიურად საუბრობთ ამაზე, რომ მნიშვნელოვანია მისი სერიოზული გარდაქმნა, რეფორმირება, განვითარება ამ პროგრამის იმისათვის, რათა მინიმუმ რაღაცა იყოს მიმზიდველი გარკვეული კატეგორიის ფერმერებისთვის და რა თქმა უნდა მოხდეს ამ პროდუქტის განვითარება. იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ კლიმატის ცვლილება კიდევ და კიდევ უფრო ასე ვთქვათ, დიდ ზარალს აყენებს ფერმერებს და ამ პროდუქტის არსებობა დღითიდღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რატი, აი რეფორმირება რა კუთხით საჭიროებს რეფორმირებას ეს პროგრამა იმისთვის, რომ ერთი მხრივ ეს ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ფერმერებისთვის იყოს ხელშესახები, რომ ის რისკები, რაც სწორედ ამინდთან არის დაკავშირებული, დაიზღოს და მეორე მხრივ მათ შორის სახელმწიფო, უბრალოდ სადაზღვეო კომპანიებისთვისაც იყოს საინტერესო ამ პროგრამაში მონაწილეობა. აი რა ტიპის რეფორმირების საჭიროება დგას ამ მოცემულობით? კი ბატონო, მნიშვნელოვანია სამივე მხარე იყოს ჩართული ამ პროცესში, ეს არის ფერმერი, სახელმწიფო და სადაზღვეო კომპანიები და რაღაცნაირად იყოს კონსენსუსი შეთანხმება იმ პროდუქტზე, რასაც მივიღებთ იმისათვის, რათა ეს პროდუქტი იყოს, ასე ვთქვათ, მოქმედი და მიმზიდველი ფერმერებისთვის, ხო?
ეს პროდუქტი რომ დღეს მიმზიდველი იყოს ფერმერებისთვის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ბევრი ფერმერი ჩაერთვებოდა ამ კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გარდაქმნა. შესაბამისად, ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული მიდგომით, რაც არის, ასე ვთქვათ, ეს crop insurance-ი, ზარალზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, დაზღვევა არის ყველაზე ტრადიციული, ასე ვთქვათ, აგროდაზღვევის მიმართულება სოფლიოში, თუმცა დღეს უკვე არსებობს თანამედროვე მიდგომები, როგორც არის ინდექსური, ან პარამეტრული დაზღვევა, რაც უკვე სატელიტურ მონაცემებს იყენებს და ასე ვთქვათ, აანალიზებს იგივე წარსულში არსებულ რისკებს და შესაბამისად გამოყავს ინდექსები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყოველთვის გამართლებული და ხშირ შემთხვევაში ჩვენაირი ქვეყნებისთვის, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული მიდგომა არის, როდესაც არის უკვე თანამედროვე სატელიტური, ასე ვთქვათ, მონაცემების დამუშავებით მიღებული და ტრადიციული, ასე ვთქვათ, რისკზე დაფუძნებული დაზღვევა, რომელიც დღეს გამოიყენება. თუმცა არსებულ მოდელსაც გააჩნია ბევრი ხარვეზი, რასაც ფერმერები ასახელებენ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სწორედ ის ნორმატიული, ასე ვთქვათ, პარამეტრები, რაც ჩაიდო 10 წლის წინ და დღესაც იგივეა. საუბრობ ძირითადად ეს არის ფასი და საჰექტარო მოსავლიანობა. მოგეხსენებათ 10 წლის წინ შეიძლება იყოს სხვა სურათი, დღეს გვაქვს სხვა სურათი. დღეს სოფლის მეურნეობაში გაჩნდა მეტნაკლებად უფრო ინტენსიური მეურნეობები, მეტნაკლებად უფრო ბიზნეს ორიენტირებული მეურნეობები, რომლებისთვისაც ეს მონაცემები არის ძალიან დაბალი. და ხშირ შემთხვევაში 2-ჯერ 3-ჯერ დაბალი და მათ უბრალოდ არ ესმის ასეთ ადამიანებს, რატომ უნდა დააზღვიონ ასეთ დაბალ მონაცემებზე. და ფასებიც, რა თქმა უნდა, გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდა ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე ფასებიც ბევრად მაღალია ამ კუთხით. ამიტომ ეს არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი შენიშვნები, ეხლა აღარ ჩავალ იმ დეტალებში, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა ქონდა თავის დროზე და კიდე რჩება, მაგალითად ანაზღაურების პერიოდულობა, უშუალოდ ჩასვლა ადგილზე შეფასებისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სხვადასხვა გამოწვევები, მაგრამ ძირითადი რაც არის, ფერმერები რასაც ასახელებენ, როდესაც თუნდაც თავაზობთ და ვეუბნებით, რომ მნიშვნელოვანია აგროდაზღვევა, ასე შემდეგ, ისინი როდესაც უყურებენ, რომ თუნდაც საჰექტარო მოსავლიანობა რა წერია და რაზე არის დაფუძნებული ზოგადად ანაზღაურება, ხო, თუ რისკი დადგა, ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ეს ძალიან დაბალია ფასიც და შესაბამისად პარამეტრებს. ამიტომ გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, უფრო რისკიანი ზონები, სადაც მაგალითად სეტყვა სამწუხაროდ თითქმის ყოველ წელს არის, მაგალითად კახეთში ყვალის ზონა არის ესეთი და ფერმერები იქ უფრო მეტად აზღვევენ. და სექტორიც, რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადად მევენახეობა, რომელიც წამყვანია, ასე ვთქვათ, ამ კუთხით, რომელიც აზღვევს, მაგრამ სხვა მხრივ, რომ კიდევ უფრო განვითარდეს საყოველთაო გახდეს, ხო? მოგეხსენებათ, რომ დაზღვევა ისეთი პროდუქტია, რომ რაც უფრო მეტსა აქვს, შესაბამისად რისკები მცირდება. განსაკუთრებით საქართველოს ნაირ სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანაში, როდესაც კონცენტრირებულია თუნდაც იგივე კულტურები და აგროზონების მიხედვით, ხო? და როდესაც კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ ლოკაციაზეა, რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ ძალიან ფრთხილობენ იგივე სადაზღვევო კომპანიებიც, რომ ასეთ სარისკო ზონები იყოს მარტო, ასე ვთქვათ, პორტფელის ძირითადი ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გაფართოება, გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე ბევრი კულტურის მოცვა უფრო მეტად და როდესაც განვითარებაზეა საუბარი, გარდა იმისა, რომ ეს თანამედროვე მეთოდებიც უნდა დაიტესტოს, ჩვენ არ ვიზახთ, რომ ეს აუცილებელია და ბევრ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვები არსებობს ამ მიმართულებით, თუნდაც პარამეტრულ აგროდაზღვევაზე, მაგრამ პილოტირება დატესტვა მნიშვნელოვანია, რომ ნახოთ რა მუშაობს, რა არ მუშაობს, იმიტომ რომ რაც პირდაპირ გადმოტანა ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია, იმიტომ რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა განსხვავდება ბევრი პარამეტრით სხვა სოფლის მეურნეობებისგან, სადაც ეს, ასე ვთქვათ, მუშაობს და მეტნაკლებად განვითარებულია.
კი ბატონო, რატი ხშირად მომისმენია ფერმერების მხრიდან, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე მათთან, რომ ისინი მზად არიან გაცილებით მეტი გადაიხადონ ამ პროგრამის, თუნდაც ამ პროგრამის ფარგლებში ან იმ სხვადასხვა პროდუქტებში, რომელსაც შესთავაზებენ მათ სხვადასხვა კომპანიები, თუმცა სამწუხაროდ მაინც არ მოდიან, თუნდაც რაღაც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პაკეტები შესთავაზოს ბაზარმა მათ. ანუ ამ შემთხვევაში ეს რამდენად იქნებოდა სწორი მათ შორის, რომ სწორედ რაღაცა ინდივიდუალური პროდუქტები შეიქმნას სხვადასხვა კომპანიების მხრიდან მათზე მორგებული, სადაც გათვალისწინებული იქნება მათ შორის, ასე ვთქვათ, მათი მოთხოვნების სხვადასხვა კულტურა, რომელსაც დღეს არ ფარავს ეს პროგრამა და ამაში გადაიხადოს ფერმერმა გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს იხდის. კი ბატონო, ეს არის კარგი შენიშვნა და გარდა იმისა, რომ სიტყვაზე არ ეთანხმება ზოგი ფერმერი იგივე საჰექტარო მოსავლიანობის დაბალ პარამეტრს რაც არის და იგივე ფასს, აქ არის ბევრი კუთხით შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალური მიდგომები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ფერმერებს შეუძლია რომ, ასე ვთქვათ, სურვილი აქვს რომ დასხდნენ სადაზღვევო კომპანიებთან და გაიარონ ესა თუ ის, ასე ვთქვათ, პაკეტი, რომელსაც ისინი შეიძენენ, მაგრამ ამაზე იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს აქვს ერთიანი მიდგომა, ხშირ შემთხვევაში არის სწორედ ეგ, რომ გარეთ რჩებიან, ასე ვთქვათ, ამ დაზღვევის გარეთ რჩებიან ისეთი ფერმერები, რომლებსაც სურვილი აქვს, რომ უფრო მეტიც გადაიხადონ და რა თქმა უნდა უფრო მეტიც დააზღვიონ, ხო? აქ არის ასევე რამდენიმე ძირითადი რისკი ეზღვევა და არის სხვადასხვა რისკები, რომელიც სხვადასხვა კულტურას უდგას და ამაზეც არის საუბარი, რომ იქნებ ესენიც დაიზღვეს, რომელზეც არ არის, ასე ვთქვათ, თანხობა და ხაზი მინდა გაუსვა, რომ სახელმწიფოს გარეშე სამწუხაროდ ეს ბაზარი ვერ ვითარდება. იგივე სადაზღვევო კომპანია და ფერმერების ის კატეგორია, რომლებიცაც სურვილი აქვს, რომ გარკვეული პაკეტები შემუშავდეს, როდესაც ხდებიან, იმდენად მცირე, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ შესაბამისად სადაზღვევო ბაზარს უკვე აღარ უღირს, ან უღირს იმ ფასად, რომელიც ფერმერს აღარ უღირს. და ზოგადადაც აგროდაზღვევის პროგრამა საწყის ეტაპზე ყველგან სუბსიდირებული იყო და ნუ იქიდან გამომდინარე, რომ მე სახელმწიფოს მოგიხსენებათ, რომ ბევრი ასეთი პრაქტიკა საქართველოშიც არის, როდესაც ესეთ სტიქიური უბედურება მასიურად ხდება, მე სახელმწიფოს მაინც უწევს გარკვეული დახმარების გაწევა და ეს უფრო არის, ასე ვთქვათ, რისკების შემცირება, მე უკვე ბანკებისთვის, სადაც სესხს იღებენ ფერმერები, ასე შემდეგ და თვითონ უფრო სტაბილური დაგეგმვა ამ ბიზნესის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მისი განვითარება ამ კუთხით. და როდესაც საუბრობთ, ასე ვთქვათ, განვითარებაზე, როდესაც ეს პროდუქტი იმ გამოწვევებს უპასუხებს, რაზეც ხებს საუბრობთ და უფრო მიმზიდველი პროდუქტი გახდება, მე ასევე ვსაუბრობ ჩვენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ის პაკეტში იქნას განხილული სხვადასხვა პროგრამებთან, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სხვა შემთხვევაში ძალიან გაჭირდება, იმიტომ რომ ფერმერების იგივე ცნობიერებიდან გამომდინარე, წარსული გამოცდილებიდან, რომელიც სახელმწიფოსაც ჰქონდა, როდესაც დიდი ზარალი იყო სახელმწიფო შე შემთხვევაში დაეხმარა და ასე შემდეგ, ხო? ფერმერებს მაინც და მაინც არ უბიძგებს, რომ ეს პროდუქტი იყიდონ, მაგრამ თუ ის იქნება იგივე მიმული, არ ვიცი, ყველაზე საყოველთაო, თუნდაც აგროკრედიტთან, იაფ აგროსესხთან, ან სხვა პროგრამებთან, ეს შეიძლება უფრო მიმზიდველი გახდეს და უფრო შეამცირებს რისკებს და შესაბამისად ეს ბანკისთვისაც უკეთესია, ფერმერისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც, როდესაც ეს პაკეტში არის შეთავაზებული ფერმერებისთვის და უფრო ეს ჩვევაც უფრო გამომუშავდება. თუმცა თუ საუბრობთ ამის შესახებ, იგივე სოფლის განვითარების სააგენტოსთან, თუ გაცვლოთ კი, როცა ამ საკითხზე იყო ინტენსიური მუშაობა, გასულ წლებშიც აქტიურად იყო მუშაობა ამ კუთხით, თუმცა როგორც გითხარით, ბოლო ცვლილებები, როგორც თქვენს აღნიშნეთ, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი კოსმეტიკური იყო და ამაზე ჩვენ წინა ეთერებში ვსაუბრობთ, რომ ეს სურათს ვერ შეცვლის და სამწუხაროდ ერთი წლის შედეგი გვაქვს, რომ ეს, ასე ვთქვათ, უკან მივდივართ და წინ ვერ დგავთ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ პროგრამის სერიოზული გარდაქმნაა საჭირო ამ კუთხით და ამას რა თქმა უნდა ინტენსიური მუშაობა ჭირდება. და სხვადასხვა გამოცდილების გაზიარება და საპილოტე საცდელი, ასე ვთქვათ, დატესტვა ამა თუ იმ მიდგომის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია ქართულ კონტექსტში ვნახოთ, როგორ მუშაობს და შესაბამისად მოხდეს საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბება. თუმცა ეს პროცესი დასაწყებია და ადრეც უნდა დაგვეწყო იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია, ასე ვთქვათ, ერთწინადებით შევაჯამო ეს, რასაც ხშირად ვიზახით სამწუხაროდ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პროდუქტი დაიწყო, იყო ძალიან კარგი, მაგრამ განვითარება ვერ ხდება და შესაბამისად.
რატი ძალიან დიდი მადლობა. იმედია კერძო სექტორის ხმა იქნება გაგონილი და ასახული და ასე ვთქვათ განაცვლილებები შეტანილი ამ პროგრამაში იმისთვის რომ მეტი ფერმერი ჩაერთოს ამ პროგრამაში. მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო მოსაზრებებისთვის. რატი კოჭლმაზაშვილი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.